ცენტრს წარმოადგენდა ჩვენი ვიდეო რეპორტაჟი ვნახოთ გადაცემის დასასრულს ევროპის ფონდის დაფინანსებით როგორც იცით რამდენიმე პროექტი ფინანსდება ხოლმე ახალგაზრდული პროექტები რეგიონებში გასულ კვირას დედოფლის წყაროში 5 ახალი პროექტი დაფინანსდა რომლითაც ასევე ახალგაზრდები განახორციელებენ რეპორტაჟი ვნახოთ დედოფლის წყაროდან დედოფლის წყაროს ახალგაზრდულ ელდიაში შემოვიდა სულ 20 პროექტი. აქედან მოირჩა 5 საუკეთესო, რომელსაც დღეს გადავეცით სიგელები და მათი კუთვნილი თანხა. შარშან ჩავატარეთ ჩვენ რაიონში კლდევა და ამოვარჩიეთ 3 ნომინაცია. ეს პროექტები უნდა ჩამჯარიყდნენ ამ 3 ნომინაციაში, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ 3 ნომინაციას. ასევე უნდა იყვნენ სანდო ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებდნენ ამ პროექტის განხორციელებაში. მათი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს, არ უნდა იყვნენ დისკრიმინანტები, ანუ ყველა ადამიანისთვის უნდა ქონდეს მას სარგებელი და ყველა სარწმუნოებისთვისაც უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდული იდეის შესახებ აქამდე ძალიან ბევრი მსმენია, მისი საშუალებით ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ამიტომ მეც მინდოდა რომ შემეცვალა რაიმე დედოფლის წყაროში, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ, ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა ჩვენი რაიონისთვის. ჩემი პროექტი ეხება სიტყვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, უფრო კონკრეტულად დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელებული. დედოფლის წყარის სოფლის სკოლებში განხორციელდება, მაგრამ უშუალოდ ლექცია იქნება დედოფლის წყარის ნომერ 1 საჯარო სკოლაში. იმიტომ რომ ბავშვები ძალიან ჩართულები არიან კომპიუტერში და ჩვენ გვინდოდა რომ მოგვეშორებინა, იმიტომ რომ ბავშვები კითხულობენ ძირითადად ელექტრონულ წიგნებს და რამოდენიმეჯერ აქვთ უკვე წაკითხული და ჩვენ გვინდოდა ბავშვებისთვის რაღაც ახალი რო შეგვექმნა ახალი წიგნები და შემდეგ გვინდა რომ ჩავატაროთ სხვადასხვა პროექტები, რითიც ამ ბავშვებს ჩავრთავთ ამ აქტივობებში. ანუ ამ ორგანიზაციამ საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი იდეა განგვეხორციელებინა და ბავშვები მოგვეშორებინა კომპიუტერებისათვის. ანუ წაიკითხავენ ეს ბავშვები ამ წიგნებს, შემდეგ მოვაწყობთ ვიქტორინებს და ანუ კიდე გავაკეთებთ წიგნების თაროს, რომლითაც ანუ ამ ბავშვების ეს ბავშვები გამოამჟღავნებენ ამ ცოდნას და რა წაიკითხეს გავიგებთ ჩვენ. რამდენიმე დღის წინ